გამარჯობა ჩემო YouTube მაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. სინგაპურის ისტორია, მისი შექმნა და როგორ გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. სინგაპური პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ მისი ისტორია უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ეს ტერიტორია ცნობილი იყო როგორც თემასე კი, რაც ზღვის ქალაქს ნიშნავდა. იგი მნიშვნელოვანი სავაჭრო წერტილი იყო, სადაც სხვადასხვა ხალხი, ჩინელები, ინდოელები და არაბები ერთმანეთს ხვდებოდნენ. მე-15 საუკუნეში სინგაპური მალაკის სასულთნოს ნაწილი გახდა, ხოლო მოგვიანებით რეგიონში გავლენა პორტუგალიელებმა და ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. თუმცა სინგაპური დიდხანს არ ყოფილა ცენტრალური პოლიტიკური ძალა, სანამ ევროპული კოლონიალიზმის ახალი ეტაპი არ დაიწყო. 1818 წელს ბრიტანელმა სერ სტემფორდ რაფლსმა სინგაპურში სავაჭრო პოსტი დააარსა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, სინგაპური ძალიან სწრაფად გადაიქცა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრად, რადგან მდებარეობდა მნიშვნელოვანი საზღვაო გზების გადაკვეთაზე. ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში სინგაპური განვითარდა როგორც თავისუფალი პორტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრობა თითქმის შეუზღუდავად მიმდინარეობდა. 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ სინგაპური დაიპყრო. ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ოკუპაცია გაგრძელდა 3 წელი 1945 წლამდე, როცა იაპონია დამარცხდა და სინგაპური კვლავ ბრიტანეთის კონტროლში გადავიდა. ომის შემდეგ დაიწყო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. 1963 წელს სინგაპური შეუერთდა მალაიზიას, თუმცა ეს გაერთიანება პრობლემური აღმოჩნდა პოლიტიკური და ეთნიკური დაძაბულობის გამო. საბოლოოდ 1965 წელს სინგაპური გამოეხო მალაიზიას და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებლობის დასაწყისში სინგაპური სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსები, მაღალი იყო უმუშევრობა და სიღარიბე. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ძლიერი ლიდერი, ლი კუან იუ. მისი მმართველობის პერიოდში სინგაპურმა გაატარა მკაცრი, მაგრამ ეფექტური რეფორმები, განათლების განვითარება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სინგაპური გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ეკონომიკად მსოფლიოში. დღეს იგი ცნობილია როგორც ფინანსური, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური ცენტრი. დღეს სინგაპური არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ქვეყანას მართავს პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, და პრემიერ-მინისტრი, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელია. ხელისუფლება დემოკრატიულად აირჩევა, თუმცა ქვეყანაში ძლიერი და სტაბილური პოლიტიკური სისტემა მოქმედებს. სინგაპური ასევე ცნობილია თავისი წესრიგით, სისუფთავით და მკაცრი კანონებით. მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილებში წესების დარღვევა მკაცრად ისჯება, რაც ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად აქცევს მსოფლიოში. რატომ უნდა გამოიწეროთ ეს არხი? ამ არხზე თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ მსოფლიო ქვეყნები და მათი განვითარება. აქ ყველაფერი მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ არის ახსნილი. თუ გინდათ, რომ ყოველ დღე გაიგოთ რაღაც ახალი და გახდეთ უფრო განათლებული, აუცილებლად გამოიწერეთ. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ და იმედიან ხვალინდელ დღეს. დაისვენეთ, იფიქრეთ დიდ მიზნებზე და გახსოვდეთ, ყველაფერი შესაძლებელია.